კულტურის მიმართულება და ეს კულტურის მიმართულება აღიარებულია მსოფლიოს ყველა ესე ვთქვათ მსოფლიო ჩემპიონატზე არის 3 მიმართულება და მათ შორის ერთ-ერთი მიმართულებები აქვს თავისი განსაკუთრებული მიდგომები და ფასეულობები როგორც შემოსვლასთან დაკავშირებით, კოსტიუმთან დაკავშირებით, თავის ქორეოგრაფიულ სამთავის შემოქმედებით მოხიბლავს ამერიკელ მაყურებელს და მე დაამალიცებს თქვენ მაღალი მიმართულების პლუს ქვეყანაში ჩვენ მიუხედავად იმისა რომ ამერიკელია წარმატება ეს არის პირველი შემთხვევა როცა მსოფლიო ჩემპიონატზე მიდის ესე ვთქვათ ისინი ძალიან ბევრს იწვევენ იმისთვის რომ იყვნენ ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები ყველაზე მთავარი მიდგომები რომ მასხავს საკუთარი ესე ვთქვათ კომპოზიტორებისგან შედგება და მათ შორის ბატონი ჭაბუკ ამირანაშვილი კოსტიუმები რომელსაც ისინი ქმნიან ეს ანსამბლი არ არის ამ შემთხვევაში ანსამბლი რომელიც უბრალოდ შეიძლება ეკუთვნოს ეკნება ძალიან დიდი ბედნიერება რომ იურისის თვეში ანსამბლის ამოსახეთ ქართული პოლონისი და მესევები და მიმართო ქართულ ემიგრაციას რომ მათ ეკნებათ ბედნიერება ბევრ ასე ვთქვათ თანამშრომლად ანსამბლი და უამრავი ესე ვთქვათ ერთობლივი პროექტი გაკეთებული და ჯგუფებს 41 წლამდე ასეთი შორის მონაწილეობის მიღება და ეძებენ ისეთ ეს პროდიუსერები იმაზე საუბრობთ ზუსტად პროდიუსერები კლიპმეიკერები ეს არის ლაიზა მენელი ერთ-ერთი ანუ აქ ყველანაირი იცით რა არის 15 კაციანი 20 კაციანი ჟიურის წევრები არიან რომლებიც სხვადასხვა სფეროდან მხოლოდ ჯგუფი ანუ აი მრავალფეროვანი არის ჟიური აქედან გამომდინარე ძალიან საინტერესო სხვადასხვა მოგესალმებით. ინფორმაცია ასაკის შესახებ, რომელიც ჰოლივუდში მიიღწევა. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ World Champion, რომელიც ტარდება უკვე 23 წელია ჰოლივუდში, კერძოდ Long Beach-ში, ეს არის ძალიან სერიოზული ღონისძიება, გამოწვევა ჩვენთვის სერიოზული, იმდენად რამდენადაც 65 ქვეყანა მონაწილეობს და საქართველოს არასდროს არ მიუღია მონაწილეობა. ანუ ფესტივალის დაარსებიდან, ჩემპიონატის დაარსებიდან დღემდე საქართველოს არ ქონია შეხება ამ ჩემპიონატთან. მინდა ორივე სიტყვით გითხრათ თუ რა ჩემპიონატზეა საუბარი, რომ არ გამიგრძელდეს სიტყვა, ეს არის დაახლოებით ნიჭიერის მსგავსი პროექტი, რაც მოიცავს არა მხოლოდ ცეკვას, მოიცავს სამსახიობო ხელოვნებას, მოიცავს მეტყველებას, მოიცავს ასევე საცირკო ხელოვნებას და ვოკალს. და კიდე საინტერესო ნომრებს, რაც შოუ ელემენტებით არის ასახული. რაც შეეხება ჩვენ მიმართულებას, მოგახსენებთ, რომ წარმოადგენ ამ ჩემპიონატის ვარ სკაუტი, World Champion-ის და ჩემთვის ძალიან დიდი მინდა ვთქვა ძალიან ბედნიერება რომ სამას სახით თან პირველად მოგვიწევს წავდგეთ ჰოლივუდში იმიტომ რომ მთლიანი პროექტი რაც დაუშვათ რაც გვაქვს რასაც გვთავაზობს ეს ჩემპიონატი იქნება ძალიან ემოციურად დატვირთული აქ არ არის მხოლოდ ის რომ იქნება გამოსვლა აქ არის ლაპარაკი იმაზე რომ აქ იქნებიან კლიპმეიკერები იქნებიან იქნება სხვადასხვა ხალხი, რომელიც გავწევს გარკვეულ რეკლამირებას, შემდეგ მოწონების შემთხვევაში მასტერკლასები ჩატარდება. ნუ იმას აღარ ვამბობ, რომ წითელ ხალიჩაზე მოუწევს ყველა მონაწილეს გავლა. გარდა ამისა, ერთი ძალიან მიუზიდელი ფაქტი ის არის, რომ გრანტი წარმოადგენს $340,000. ყველაზე მცირე მოგება, რაც შეიძლება რომ სრულად შემთხვევით გავხდეთ, არის $10,000. ანუ აქედან გამომდინარე, რაც მინდა ვთქვა, რომ ძალიან სერიოზული პროექტია და მე პირადად როგორც მოცემულ სიტუაციაში სამას პროდიუსერი ვარ ბედნიერი, რომ საქართველოს პირველად წარვადგენთ და ანსამბლი ასეთი სახით იქნება ჩართული. ბატონო, მოკლედ ჩვენი უპირველესად მინდა მივულოცო ანსამბლ სამას, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი წარმატება, იმიტომ რომ
ვფიქრობ, რომ ეს ანსამბლი არის გამორჩეული თავისი ხელწერით, ზოგადად მინდა ვთქვა, რომ ქართული ფოლკლორი არის უმნიშვნელოვანესი საავადმყოფო არათი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. ჩვენ წარმოვადგენთ განსაკუთრებულ ქვეყანას ამ კონკრეტული მიმართულებით, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ფოლკლორი როგორც ასეთი საქართველოში არის უმნიშვნელოვანესი კულტურის მიმართულება და ეს კულტურის მიმართულება აღიარებულია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. მე ვფიქრობ, რომ ჰოლივუდი, რომელიც გაახლავთ ერთ-ერთი უდიდესი ცენტრი კინოხელოვნების, ზოგადად კულტურის, მუსიკის და აი ამ ესე ვთქვათ, სოფლიო ჩემპიონატზე არის სამი მიმართულება და მათ შორის ერთ-ერთი მიმართულება გაახლავთ ფოლკლორული მიმართულება. ძალიან დიდი იმედი გვაქვს ჩვენ და ამაში ღრმადა ვარ დარწმუნებული, რომ ანსამბლი სამა რომელიც 15 წელი არის ქართულ, ესე ვთქვათ, ქართულ კულტურაში, აქვს განსაკუთრებული ხელწერა ანსამბლს, აქვს თავისი საავტორო უფლებები, აქვს თავისი განსაკუთრებული მიდგომები და ფასეულობები, როგორც შემოსვლასთან დაკავშირებით, კოსტიუმებთან დაკავშირებით, თავის ქორეოგრაფიულ მიმართულებებთან დაკავშირებით, მე ვიცი, რომ ეს იქნება ქვეყნისთვის გამარჯვება, ეს იქნება საქართველოს უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი, ანსამბლი სამა თავის შემოქმედებით მოხიბლავს ამერიკელ მაყურებელს და მე დაღრმადა ვარ დარწმუნებული, რომ გარკვეული მიმართულებით ის ჩამოვიტანს რომელიღაც საინტერესო და ძალიან მაღალი, ასე ვთქვათ, მაღალი მიმართულების პრიზ ქვეყანაში. ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში ქართულ კულტურას არ აკლია წარმატება, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატზე მიდის, ესე ვთქვათ, ქართული კულტურის წარმომადგენლები ანსამბლ სამას სახით. მე მინდა მის ხელმძღვანელობას თითოეულ მოცეკვავეს, რომელიც ამ ანსამბლში არის ცეკვავს და ისინი ძალიან ბევრს იღწვიან იმისთვის, რომ იყვნენ ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები, ვიქნები ბედნიერი, როდესაც ივლისის თვეში ანსამბლი სამა პირველად წარსდგება ამ ჩემპიონატზე და დარწმუნებული ვარ, იქ რამდენად მაღალი აჟიოტაჟი და რამდენად მაღალი, ესე ვთქვათ, აპლოდისმენტები ელოდება ამ ანსამბლს. ასევე მინდა ძალიან მცირედ მოგეხსენოთ, რომ ანსამბლი სამა ვთქვით, რომ არის პროფესიონალი ანსამბლი, მას აქვს, ესე ვთქვათ, ყველაზე მთავარი მიდგომები, რომ მას ხავს საკუთარი, ესე ვთქვათ, აკომპანემენტები, მას ხავს ადამიანები, რომლებიც წერენ ამ მუსიკას და ცნობილი კომპოზიტორებისგან შედგება და მათ შორის ბატონი ჭაბუკ ამირანაშვილი, კოსტიუმები, რომელსაც ისინი აკეთებენ და ქალბატონები, რომლებიც ემსახურებიან კონკრეტულად ამ მიმართულებას და ამ კოსტიუმებს ქმნიან, ეს ანსამბლი არ არის ამ შემთხვევაში ანსამბლი, რომელიც უბრალოდ შეიძლება იყოს ესეთი ბევრი ანსამბლი შეიძლება არსებობდეს ქვეყანაში, მაგრამ სამას სახით ეს არის აბსოლუტურად გამონაკლისი, ამიტომ შეირჩა ზუსტად ამ მსოფლიო ჩემპიონატზე, ამიტომ იქნება წარმატებული და კიდევ ერთხელ საქართველოს ექნება ძალიან დიდი ბედნიერება, რომ ივლისის თვეში ანსამბლი სამას სახით ქართული კულტურა კიდევ ერთხელ გაიელოებს ამერიკაში, რაც არის უმნიშვნელოვანესი და მე ასევე მინდა მიმართო ქართულ ემიგრაციას, რომ მათ ექნებათ ბედნიერება, ანსამბლი სამა თვითონ იხილონ, ადგილზე იხილონ და მე მათ მოვუწოდებ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ახლო ურთიერთობები ქართულ ემიგრაციასთან ამერიკაში. ქართული ემიგრაცია აუცილებლად მივიდა დაუჭერს ხარს ჰოლივუდში ანსამბლ სამას წარმოჩენას და გამოსვლას, ასე რომ მინდა კიდევ ერთხელ თქვენთან ერთად უსურო წარმატებები მომავალ საქმიანობაში. ჩვენი ფონდი ძალიან ბევრ, ასე ვთქვათ, თანამშრომლად ანსამბლდა და უამრავი, ესე ვთქვათ, ერთობლივი პროექტი გვაქვს გაკეთებული და მომავალში ბუნებრივია გეგმავთ, რომ ეს პროექტი განხორციელდეს და გამოვიდეს. ესე იგი ანსამბლი მიემგზავრება 3 ნომინაციით. 3 ნომინაციაში მიიღებს მონაწილეობას. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ქართული კულტურისთვის და ჩვენთვის, რა თქმა უნდა, რომ წარუადგენთ საქართველოს. ამიტომ პირველი იქნება თავისუფალი თემა, მეორე იქნება თეატრალიზებული თემა და მესამე იქნება თვითონ art folk-ი. ანუ აქ ძირითადად მთლიანად უნდა წარმოვადგინოთ ჩვენი ფოლკლორი, რა სიმდიდრეები გაგვაჩნია, რა ტრადიციები გაგვაჩნია, რა კოსტიუმია, რა მუსიკალური დატვირთვა აქვს, ასე რომ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გრძნობთ ჩვენ თვითონ ანსამბლი ქვეყნის წინაშე, იმიტომ რომ არ არის ეს უბრალო ჩემპიონატი, ეს არის მსოფლიო ვარსკვლავი, სადაც 65 ქვეყანა ღებულობს მონაწილეობას და ამ 65 ქვეყანაში პირველად უნდა აფრიალდეს საქართველოს დროშა. მე ვფიქრობ, რომ ისტორიული
ფაქტიც არის და ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ესეთ ღონისძიებაზე მივიღებთ მონაწილეობას. თვითონ ანსამბლი 12 დღის განმავლობაში ცხოვრობს კალიფორნიაში. ყოველდღიურად დატვირთულია მათი რეჟიმი, რა თქმა უნდა, კონკურსის გარდა უტარდებათ ცნობილ ჰოლივუდის ვარსკვლავებთან მასტერკლასები, შეხვედრები, არის რა თქმა უნდა დასვენებაც, მაგრამ ძირითადად სულ ბავშვები არიან მთელ გარემოცვაში, ამ პროგრამის გარემოცვაში. დიახ. აქ მიდის საშუალო ასაკის ჯგუფი 12-დან 16 წლამდე. 16 წლამდე, დიახ. მინდა გითხრათ, მოგახსენოთ, რომ 12 არის შემადგენლობა, მცირე შემადგენლობით მივდივართ, იმიტომ რომ თვითონ სცენა რაცაც მოითხოვს, რომ დატვირთვა მაქსიმალურად მივცეთ, ნამდვილად ყოფნის ჩვენ 12 ადამიანს, ან მონაწილეებს გულისხმობ. და შემიძლია დავამატო ერთი რამ, რომ ანსამბლს რაც შეეხება თავისი ხელწერით ნამდვილად გამოირჩევა იმით, რომ არავის არაფერს არ იღებს, საკუთარი ქორეოგრაფია გააჩნია და მუსიკალური გაფორმებისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ბატონ ჭაბუკა ამირანაშვილს, რომელიც უკვე 15 წელია ჩვენთან ერთად მუშაობს და ანსამბლი რა თქმა უნდა ყველა დეტალზე შეთანხმებით არ ამახინჯებს ქართულ ფოლკლორს პირიქით, უფრო პოპულარიზაციას ეს არ არის ჩვენი პირველი გასვლა, მინდა აღვნიშნო აქვე, ანსამბლს მოვლილი აქვს ევროპაში ძალიან ბევრი ქვეყანა და ძალიან დამსახურებული პრიზებიც აქვს მიღებული და საქართველოს ფარგლებშიც, რა თქმა უნდა, სოლო კონცერტები, საქველმოქმედო ღონისძიებები, სადაც კი საჭიროა ჩვენი თავი, ყოველთვის ვართ იქ. კიდევ რა ვიცი, კიდე რას გითხრა. როგორ მოხდა ანსამბლი ამ კონკურსზე, ეს როგორ ქალბატონი ნინოს დამსახურება, წარმომადგენელი, იმიტომ რომ ქალბატონმა ნინომ მოიწვია თვითონ ჰოლივუდიდან წარმომადგენლები, ამათ ქვია, ანუ ორი ქალბატონი დირექტორი, რომელიც ლებით ჩამოგზავნდნენ და ბათუმში ჩაატარეს შესარჩევი კონკურსი. კონკურსის სახე და დიახ. და ანსამბლის ამა პირველ რიგში რაც თქვენს ქალბატონებმა ეს იყო, რომ ეს იყო სინქრონი, ეს იყო კოსტუმები, ეს იყო ნამდვილი ზეიმი სცენაზე და ძალიან ბევრი კომპლიმენტი მიიღო ანსამბლმა და ეს ძალიან ემოციურია ჩვენთვის, რა თქმა უნდა. ყველა არის საქმის კურსში, აბსოლუტურად, იმიტომ რომ სარეკომენდაციო წერილები გაიცა, რომ ანსამბლი მიმდინარეობდა ფოლკლორის ცენტრიდან, ასევე სამინისტროდან, განათლების სამინისტროდან, ყველა ბატონმა მათემ აგრეთვე ძალიან მხარს გვიჭერდნენ და რა ვიცი, ახლა ვნახოთ, 10 უფრო გჭირდება. 10 რიცხვში უკვე უნდა ვიყოთ ჰოლივუდში. დიახ. კი, დიახ, უკვე 10-ში იქ. როგორც ისაუბრა ქალბატონმა ნინო, 340,000-ია ან გრანტი, თანხა, დიახ, მთლიანად საპრიზო ფონდი $1 მილიონი და ესე ზეიმო სხვადასხვა ადგილებზე, სხვადასხვა ნომინაციებში და ჩვენ შანსი ნამდვილად გვაქვს, იმიტომ რომ 3 ნომინაცია გვაქვს და 3 ნომინაციაში შეგვიძლია რომ რომელიმეს მაინც მოვხიბლოთ. იქაური წინა ჩემპიონატი ფილიპინებმა აიღეს პირველი ადგილი და სულ ყველაზე ლაპარაკი რომ მე ვეუბნები აი საქართველოს ჩამოვა აუცილებლად პირველი იქნება საქართველოს. აუც ფილიპინები ახლა იღებენ მონაწილეობას, მაგრამ აქ მარტო ეს პრიზი არ არის 350,000 გრანტი. აქ არის დავუშვათ ზრუნვა. აქ მთელი ჯგუფი ზრუნავს თითოეულ მონაწილეზე, რომ რა გაუკეთონ, როგორ წარმოაჩინონ შემდგომში, მარტო ის არ არის, რომ მიიღო ჩემპიონატი. ანუ კლიპმეიკერის უნავს, რომ რამდენად მისაღები იქნება მასთვის რაღაც პროდუქტის დამზადება, მათთვის საჭიროა მოისმო. ანუ ადამიანების გარკვეული ჯგუფი ფიქრობს ამ ხალხის ისეთ მობილიზაციამდე მიყვანეს, რომ შემდეგ ვარსკვლავები გახსნენ, ეს თქვა. ანუ მიზანი ეს არის. აქ პროფესიონალებს არ ეძებენ, აქ ეძებენ ჯგუფებს 41 წლამდე ფაქტობრივად მონაწილეობის მიღება და ეძებენ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც შემდეგ თვითონ წარმოაჩენენ ვარსკვლავების სტატუსი. აი, პროექტის მერე როგორ მიმდინარეობს უკვე შემდგომი თანამშრომლობა, თუ არიან პროდიუსერები? აი, ეს ამაზე ვსაუბრობ, ზუსტად პროდიუსერები, კლიპმეიკერები. ანუ ეს არის უკვე
ლაიზამელი და ერთ-ერთი ანუ აქ ყველანაირი იცით რა არის 15 კაციანი 20 კაციანი ჟიურის წევრები არიან რომლებიც სხვადასხვა სფეროდან მხოლოდ არტი არ არის ანუ მხოლოდ არ არის ან კონკრეტულად მოცეკვავეები ან მომღერლების ჯგუფი ანუ მრავალფეროვანი არის ჟიური აქედან გამომდინარე მარკუს მილერი არის ლეგენდა, სოფლიო ლეგენდა არის. მარკუსმა მითხრა, შეხვედრა ჰქონდა საქართველოში იყო და მითხრა, რომ იცით რა არის ნახა ფოლკლორი, თურქული ფოლკლორი, ნახა მოკლედ აი ამ ჰოლივუდის აი ამ თემაზე ძალიან მახსოვს, სწორი აი აქცენტი რაზე გააკეთა, მითხრა, რომ ნუ საოცარი ფოლკლორი ქონდაო თურქებსო და მეუთხარი შენ ქართული ფოლკლორი არ გინახია მარკუს და რო განახებთ მე შევხედოთ როგორ იქნება თქო და მოკლედ ძალიან მოინდომა მარკუსმა რომ ქართული ფოლკლორი ენახა და მახსოვს ასე ვთქვათ ქართული საცეკვაო ესე დიდების ანსამბლი მივიყვანე თხოვეთ და როდესაც ანსამბლი გამოვიდა და დაიწყო ესე ვთქვათ ნომრების შესრულება მარკუს მილერი თავის თელ ჯგუფთან ერთად წამოხდა და დაიწყო ცეკვა და მე მითხრა რომ ცხოვრებაში არ ვახსენებ სხვა ქვეყნის ფოლკლორს როცა ვნახე ქართული ფოლკლორი ანუ ეს იყო დამოკიდებულება ანუ მარკუსი პირველად თურქულ ფოლკლორს შეხვდა ზუსტად ამ ჩემპიონატზე და მე ამ თემაზე ვქონდა აქცენტირება და ჩვენი ფოლკლორის ნახვის მერე მარკუს სიამოვნებით მივწერე ხარ და გავაგებინებ რომ ესე ვთქვათ ანსამბლი ჩადის იმედია რომ მოიწვის ეს ლეგენდა ჯაზის და მივა ამას ამ ესე ვთქვათ შეხვედრას ესე რომ მარკუსის შეფასებიდან კიდევ ერთხელ ვიცი თუ მარკუს მოეწონა ქართული ფოლკლორი და გაგიჟებულია დღემდე ივლისის თვეში წარმატება აუცილებლად იქნება